გუშინ უყურებდი კიკუ ელისაშვილს მიშველაძესთან იჯდა ეთერში და ვირთხებიო იძახდა რა ოცნებას ეძახის ვირთხებსო და ამ ვირთხებსო წაგებული აქვს და ხო იცითო ვირთხაო რო გაებმებაო იმაშიო მახეშიო მერე იკბინებაო და რაღაცა სიგოიმეებს ლაპარაკობდათ აი მაგაზე უფრო ვირთხას დედავატირებენ ამ ქვეყანაში არ მეგონა თუ ოდესმე გუბაზა სანიკიძეზე უფრო ფარჩაკი ვინმე პოლიტიკოსი იქნებოდა და კიკუ გუბაზა სანიკიძეს 500 კილომეტრით წინ გაასწრო სიფარჩაკეში ელისაშვილმა კიკუ ელისაშვილი არის ის კაცი რომელიც ჯიღებს სიტყავდა გულზე რომ აი საქართველოს და თუ ქართველები და ჩვენი ქვეყნის სიყვარული და ის და ეს და ჯიღს იტყავდა რომ უკრაინასო და უკრაინას ხალხს დღეს უჭირსო და იმად გვერდით უნდა ვიყო და ტიპი წავიდა ჩავიდა ორი კვირა ისელფავა და ჩამოვიდა და მერე აქ იმას დინარაძეს მიეპარა და ჩაარტყა და რუსებს ვებრძვიო აი ხა ელისაშვილის მიმართავდი შეშობენ ძაღლო შენა არ მინდა რომ შევიგინო შეფარჩაკო კაცო შენა თუ რუსებთან ომი გინდო და იქ არიყავი შეჩემისა შენა რას გამორბოდი აქ მაგრამ შენ ომი არ გინდო და შენ გინდო და ის რაღაცა ფულების დაწერა რა რომ აი სლავა შენ ხარ სლავა უკრაინა შენ საქართველოს არ გაინტერესებს შენ ხარ ელისაშვილი არის ის კაცი რომელიც არავინ არ იყიდა იმდენად ფარჩაკია და იმდენად ბანძი ტიპია რომ ივანიშვილი მაგას არასდროს არ იყიდიდა და არც არავინ და წავიდა და თავიზე უფრო ბანძს მიეყიდა რა ხაზარაძეს და ხაზარაძის ერთი ორგანოს წოვით არის დაკავებული დღეს ბატონი ელისაშვილი და აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ ძალიან მალე ხაზარაძეც პროჩი წიხს ამოარტყავს კიკუ ელისაშვილს და გამოაგდებს იქიდან სადაც არის ელისაშვილი არის არამზადა ადამიანი ელისაშვილი არის ის არაკაცი რომელმაც ბავშვები შეიყვანა შეცდომაში რომელმაც ბავშვებს უბიძგა ძალადობისკენ და რომ დაიჭირეს მე ეს ნაბოზარი იმ ბავშვებთან ერთად ყველა იგდა ტოვეს და ეს გამოუშვეს და ამას რომ რამე ნამუსი აწუხებდეს რამე სინდისი რო გააჩნდეს დღეს უნდა ეგდოს პარლამენტთან და შიმშილობდეს და პირიც უნდა მოეკერა და თვალებიც დაეთხარა რომ ამ არასწორი კაცის მიერ შეცდომაში შეყვანილი ბავშვები რომ მაგ ბავშვების გამოშვების მოთხოვნით ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მაგრამ არა კიკუ ელისაშვილი არის ის კაცი რომელიც 80 წლის კაცს წიხლებს ურტყავს რუსთაველზე და იქ მერე ზის და ვირთხებს ეძახის ვიღაცას ალეკო ელისაშვილზე უფრო ვირთხა და ალეკო ელისაშვილზე უფრო ფარჩაკი თუ ვინმე არსებობდეს ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია კიდევ ერთხელ ვიტყვი მეგონა რომ გუბაზა სანიკიძეს ვერავინ ვერ აჯობებდა უსინდისობაში და ფარჩაკობაში მაგრამ აგერა კიკუ ელისაშვილმა გაასწრო ხო გეუბნებით 500-1000 კილომეტრით წინ არის უნამუსობაში გუბაზა სანიკიძესთან შედარებით და მადლობა ღმერთს რომ თავისი სახე და თავისი ნამდვილი შინაარსით გამოაჩინა რა არის და ვინ არის და რისი გამკეთებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი ელისაშვილო აი თუ ამ ვიდეოს ნახავს ან თუ ვინმეს მიგიწვდებათ ანახეთ კიკუს ელისაშვილი თავს იკლავდა და ჯიღებს ირტყავდა რომ უკრაინელ ხალხსო უჭირსო და უკრაინასო და გვერდში დგომა ჭირდებათო და ჩვენ ძმებსო იქო რომ ომობენო და აი მაგას მიუმართავდი ფარჩაკ ელისაშვილს რომ დღეს რო უჭირს უკრაინელ ხალხს და უკრაინას და იმ ბიჭებს ქართველებს ვინც იქ ნამდვილად იდეისთვის თავს იკლავენ და იმათ ისე ჯერათ ნამდვილად ხო დღეს რო აი მაგ ბიჭებს უჭირთ და უკრაინას და უკრაინელ ხალხს ეგეთი გაჭირვება არ ქონიათ და ეს კაცი თუ რამე მართალს ოდესმე რამე სიმართლეს იძახდა დღეს უნდა გარბოდეს იქ უკრაინაში და ბრძოლის ველზე უნდა იყოს და უნდა იდგეს იმ ხალხის გვერდით მაგრამ ვერ არის ელისაშვილი ეგ კაცი რა
კიკუ ელისაშვილი არის ის კაცი, ფულს რო გაუგო გემო ბაბა და აი всё. ეხა სანამ ხაზარაძეს ცოტა ხანი ჭირდება, გამოყვებავს, ეყოლება და მერე პროჩი ამოარტყავს წიხლს და გამოაგდებს იქიდან და რა ვიცი, დარჩება აი ეგ გაფარჩაკებულად და გაბანძებულად. ეგ არის ელისაშვილი და ყოველთვის რა მიკვირდა რომ აი იოსელიანს მეთქი რა უნდა ამის გვერდზე თქო და მადლობა ღმერთს რომ მაგათი გზები არის დღეს გაყოფილი და ის კაცი წესიერი კაცია ლევან იოსელიანი და ნამდვილად კარგი ადამიანია როგორც ადამიანი და ნამდვილად წესიერია და თავისი საქმის პროფესიონალი და აი ეს კიკუ არის როგორ თქვა თაღლითი აფერისტი შიშარა ფარჩაკი არარაობა კაცი და სიამოვნებით ვიჩხუბებდი ელისაშვილთან რავი სურვილი თუ ექნებოდა გინა ფერჩატკების გარეშე გინდა დანებით გინდა ტაპორებით არ ვიცი გინდა დუელში დავდგებოდი და ვესროდი თუ სურვილი ექნებოდა მაგრამ არ ამგონია რომ კიკუ ელისაშვილმა მაგდაგვარი რამე გაბედოს კიკუ ელისაშვილი კიდევ ერთხელ ვიტყვი ის კაცია რომელიც 80 წლის კაცს შუა რუსთაველზე წიხლებს უტყავს და დინარაძეს რომ მიეპარება და ისე რომ დაარტყავს და თავის თანამებრძოლებს რომ დაიკიდებს ერთ ადგილზე აი ეგ კაცია ბატონი კიკუ ელისაშვილი ბოლო აკუბარდიას გამოზრდილია და რაღა უნდა მეტი რაც გამზრდელი ის გამოზრდილი შეგირდი ბატონი კიკუ ელისაშვილი